ჩვენ Telegram-ის გამოყენებას უფრო მეტად ვხედავთ უკვე 2021 წლიდან. ომამდე და ეს უკავშირდება Alt-Info-ს და მასთან დაკავშირებულ არხებს და ჯგუფებს. რატომ? იმიტომ რომ ესეც იყო პირდაპირი გაგრძელება, რადგანაც Facebook-ი არის ჩვენთან ყველაზე პოპულარული პლატფორმა და Alt-Info-ს ჰქონდა იქ წვდომა ძალიან ბევრ აუდიტორიაზე და არაერთი ანგარიში ჰქონდა თვითონაც შექმნილი როგორც გვერდების და ჯგუფების მხრივ, ისინი იყვნენ ჩართულები არაავთენტურ ქცევაში. ანუ არ უღებდნენ Facebook-ის პოლიტიკას, იყენებდნენ ყალბანგარიშებს, ტროლებს და ასე შემდეგ და არაერთხელ წაშალა Facebook-მა Alt-Info-სთან დაკავშირებული არაავთენტური ტროლების ქსელი Facebook-ზე. და 2021 წელს უკვე დაახლოებით მეოთხე თუ მეხუთე წაშლის შემდეგ Alt-Info-მ გამოაცხადა, რომ Facebook-ზე ხდება ლიბერალური ცენზურა და გადავდივართ chat აპლიკაციებში. ანუ ხასიათიც არის განსხვავებული, თუ ახლა Instagram-ი, Facebook-ი და არ ვიცი, სხვა პლატფორმები არის სოციალური მედიის ქსელი და პლატფორმა, სადაც ვთქვათ, newsfeed-ი არსებობს, სიახლეების ველი, ეცნობი სხვადასხვა ინფორმაციას, Telegram-ი, WhatsApp-ი ცოტათი განსხვავებულია, ხო? ესენი არის დახურული chat აპლიკაციები. და იქით დაიწყო მიგრაცია Alt-Info-მ და აქედან ვხედავთ, როგორ შემოდის უკვე საინფორმაციო სივრცეში საქართველოში Telegram-ის გამოყენება და ასევე დეზინფორმაციის მკვლევრების, ჟურნალისტების, კანონმდებლობის ჟურნალისტების ფოკუსში, როგორ შემოდის უკვე Telegram-ი მონიტორინგის მხრივ, იმიტომ რომ თავდაპირველად არ იყო ეს რაღაცა საინტერესო საკითხი საქართველოში მონიტორინგის კუთხით. Facebook-ს რამდენი კრიტიკაც არ უნდა ჰქონდეს და რა თქმა უნდა, ახლა მით უმეტეს ამ სიტუაციაში ძალიან ბევრი კრიტიკა ისმის Facebook-ის მხრიდან. Facebook-ი არის ერთ-ერთი იშვიათი პლატფორმა, რომელსაც მკაცრად ჰქონდა შინაარსის რეგულირების წესები გაწერილი. თავისი გუნდი ჰყავდა და იცავდა მეტნაკლებად ამ წესებს, როგორც შემოვიდა მაგალითად fact-checking-ის პროგრამა, ამ არაავთენტური ქსელების წაშლის პროგრამა, ტროლების იდენტიფიცირება და Facebook-ში არსებობს საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც ასევე თავად იკვლევს საინფორმაციო მავნე გავლენის ოპერაციას პლატფორმაზე. Telegram-ზე მსგავსი არაფერი ხდება. ანუ Telegram-ზე არ არის წესები, რაც შენ აქ იგრძალავს, რა ტიპის კონტენტის გავრცელება არ შეიძლება, რა ტიპის ანგარიშის შექმნა არ შეიძლება და ასე შემდეგ. არანაირი ვალდებულება არ არსებობს, რომ იდენტობის დამადასტურებელი საბუთები გააგზავნოს სადმე, ხო? აი მაგალითად Facebook-ზე გჭირდება, ხშირად გადიხარ ვერიფიკაციის პროცესს, მით უმეტეს თუ სხვა ადამიანი დაგარეპორტებს, რომ ეს არის ალბი ანგარიში და არის სიტუაციები, როდესაც Facebook-ი გთხოვს პირადობის დამადასტურებელი მოთქმობის ატვირთვას, სახელის შესაბამისობას ID დოკუმენტთან და ასე შემდეგ. ანუ ეს ზღუდავს მავნე აქტორებს საკუთარ აქტივობებში და ხშირად არის მათთვის შემაფერხებელი ფაქტორი. ყოველთვის სერიოზული გამოწვევა არის კონკრეტულ არხების აქტივობა, როგორ რა რიცხვებში გადაითარგმნება გავლენაში. მე მგონი იმაზეც კი არ გვაქვს ჩვენ ინფორმაცია სრულყოფილი, რამდენი მომხმარებელი ყავს საქართველოში Telegram-ს და პრობლემურია რეალურად გავლენის მართლა რიცხვებში გაზომვა. მაგრამ ძალიან სწორად აღნიშნე ერთი რაღაც, რომ ისა Facebook-ს რო შევადაროთ, რა ხან საქართველოში ყველაზე პოპულარული პლატფორმა არის, აუდიტორიასთან წვდომა უფრო მარტივია Facebook-ზე, იმიტომ რომ დაარეკლამებ რაღაც კონტენტს და შეიძლება ისეთ ადამიანთან მივიდეს, რომელზეც არ გიფიქრია, რომ ის შეიძლება იყოს შენი მომხმარებელი პოტენციურად, ხო? ვიღაცას შეხვდა, სადღაც რაღაც წაიკითხა, რაღაც აზრი მოეწონა და შემოვიდა უკვე კომუნიკაციაში, თქვათ, შენს გვერდთან, ხო? ან გაწევრიანდა ჯგუფში და ასე შემდეგ. Telegram-ზე, როდესაც chat ჯგუფებზე ვლაპარაკობთ, ეს არ არის რაღაც შემთხვევით მოხვედრილი ადამიანები, როგორც წესი არ არიან ხოლმე. ესენი არიან ისეთი ჯგუფები და ადამიანები, რომლებსაც იციან, რომ იქ ლინკს უნდა დააჭირონ და იქ გადავლენ. მე ვიტყოდი, რომ ნაკლებად არის გათვალისწინებული, ან მე არ შემხვედრია ეს რაღაცა ორგანიზებული საინფორმაციო პოლიტიკა სხვადასხვა აქტორების, ან ვთქვათ, იგივე იმ ხალხის, ვისთანაც უფრო მეტად მაქვს შეხება ჩემს კოლეგებთან, ხო, საქართველოში, რომ თქვა Telegram-ზე გავრცელონ ინფორმაცია, მსგავსი პოლიტიკა არ შემხვედრია, მაგრამ შემხვედრია, ვთქვათ, უფრო საერთაშორისო მასშტაბით სხვადასხვა ქვეყანაში, მიუხედავად იმისა, რომ იქ არის უკვე მზა აუდიტორია, რომელმაც იცის, რომ იმ ჯგუფებში უნდა გაწევრიანდეს, მაინც ალტერნატიული ინფორმაცია
ინფორმაციის და არხების არსებობა არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ როდესაც თქვა საჯარო ჯგუფები არის, რაღაცა სიტყვის საძიებო სიტყვებით შეგიძლია იმ ინფორმაციამდე მიხვიდე, როდესაც ეძებს შენ კონკრეტულ ჯგუფებს, რაც შეიძლება რომ გაწევრიანდე. და მაინც არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ ეს ალტერნატიული საინფორმაციო არხები არსებობდეს Telegram-ზე. მაგრამ ისევ მე ისეთი განწყობა მაქვს, რომ ვინც Telegram-ს იყენებს საქართველოში, ის ასევე იყენებს სხვა პლატფორმებს. და შესაძლოა საინფორმაციო პოლიტიკის ნაწილი იყოს არა ის, რომ თქვა რესურსი ჩავდოთ რაღაც დახურულ აპლიკაციაში, სადაც ადამიანი არ გადმოვა, მაგრამ ღია პლატფორმებზე, აი TikTok-ზე და Facebook-ზე, ალბათ ეს იქნებოდა მას ჩემი მთავარი ფოკუსი, ისევ იქ არსებობა ალტერნატიული ინფორმაციის, იქ არის და იმისა, რასთანაც მათ აქვთ წვემა Telegram-ზე. ანუ Telegram-ის მონიტორინგი და ამ ჯგუფებში ინფილტრაცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, ნარატივების ანალიზის და message box-ის და მათი სტრატეგიის დანახვაც და სხვა ალტერნატიული პლატფორმებით ამ აუდიტორიასთან თვითონ არის მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ცხადია ამ ჩვენს დღის წესრიგს ვერ გავავრცელებთ მათ დახურულ არხებში, იმიტომ რომ თვითონ პლატფორმა მუშაობს ძალიან სხვა სისტემით. საქართველოში არ არის Telegram-ი ტოპ-წამყვანი პლატფორმა და ჩემი დაკვირვებით Facebook-ის შემდეგ უფრო მეტად საინფორმაციო ოპერაციები, რომელიც არის უფრო მიმზიდველი, უფრო რაღაცა სხარტი და ასე შემდეგ ხდება TikTok-ზე. და ამიტომ რაღაცა ეს ორი პლატფორმა კვლავ არის ჩემი აზრით ძალიან მნიშვნელოვანი დაკვირვების კუთხით. Telegram-ი არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმიტომ რომ ხედავთ, რომ საწყისი მოდან თავარი პრორუსული აქტორები, ახლა უკვე თქვა პროსახელისუფლებო ძალადობრივი აქტორები, მათაც კიდე თავიანთი ინფრასტრუქტურები აქვს Telegram-ზე, იქ ცდილობენ ადამიანების მობილიზებას და გამოყენებას ამ პლატფორმის საკუთარი დღის წესრიგის გასავრცელებლად, მაგრამ ზუსტად ამ ხალხს, ვინც აქ Telegram-ში არის აქტიური, აქვს ასევე ინფრასტრუქტურა TikTok-ზეც და Facebook-ზეც და რადგანაც ეს პლატფორმები გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ღიად მიუწვდეთ მათ აუდიტორიას და არ გვჭირდებოდეს თქვა რაღაც 1000 უსაფრთხოების წესის დაცვა, რომ მათთან ჩუმად შევიდეთ ჯგუფებში და მე რაღაცა ფარული მესეჯები გავავრცელოთ, რაც ძალიან რთულია, ცხადია. მე მგონი რომ ეს რაღაცა როგორ შეიძლება რომ ეს ავირიდოთ, ხო, Telegram-ის ეს ხასიათი, მაინც აი ამ ღია პლატფორმებით სწორად მგონია მათი აუდიტორიის შესწავლა, როგორი ტიპის ხალხია. ძალიან რთულია ამის გაკეთება, იმიტომ რომ Telegram-ზე არ გაქვს უფრო მეტი, ანუ იმ აქტორის შესახებ, ან თქვა წევრის შესახებ იმდენ ინფორმაციას ვერ იღებ, როგორც მაგალითად ან TikTok-ზე, ან Facebook-ზე კიდევ უფრო მეტად და შემდეგ უკვე Instagram-ზე უფრო მეტად, მაგრამ არის გარკვეული ჯგუფები, სადაც მაგალითად წევრს შეუძლია კომენტარის დაწერა კონკრეტულ ინფორმაციაზე და იქიდან გამომდინარე შეიძლება რაღაც ხასიათი გავიგოთ, ვინ შეიძლება იყოს ამ ჯგუფებში გაწევრიანებული. მოდი ისიც ვთქვათ, რომ საქართველოში ეს რაღაცა ციფრული წიგნიერება და უსაფრთხოების წიგნიერება არ არის ისეთ მაღალ დონეზე, რომ მაგალითად რიგითმა წევრებმა გაითვალისწინონ ის, რომ მაგალითად ონლაინ რაღაცა ანონიმური ნომრები იყიდონ და ისე გაწევრიანდნენ Telegram-ზე, ან დაირქვან რაღაც მაგალითად ფსევდონიმი, ან ასე მაქსიმალურად შეზღუდონ საკუთარი იდენტობა, ხო, როგორც მაგალითად ვაკეთებთ, ვინც იკვლევს Telegram-ს, იმიტომ რომ უსაფრთხოება უნდა დაიცვა და ამის შესაძლებლობას Telegram-ი გაძლევს და ამის გამოყენება ჩვენი მხრივად შეგვიძლია სამწუხაროდ ცუდი მხარე, იმიტომ რომ როგორც წესი ეს რაღაცა პრივატულობის დაცულობა ნაკლებად ხდება ხოლმე და უფრო გვაძლევს შესაძლებლობას, რომ ეგრეთ წოდებული მეფინგი გავაკეთოთ იმ აუდიტორიების, რომლებიც ამ ტიპის ჯგუფებში არიან გაწევრიანებული. მოდი ახლა ამას რასაც ვიტყვი, ვრცელდება როგორც Telegram-ზე, Signal-ზე, WhatsApp-ზე, ანუ უფრო მეტად ჩათებზე. და ზუსტად ეს დემოკრატიულობის ხარისხი, რაც შემოდის რაღაცა ტრადიციული სოციალური მედიის პლატფორმებისგან განსხვავებით, არის ის, რომ მარტივი პირისპირი კომუნიკაცია გაქვს სხვა ადამიანებთან და რაღაც ეს იერარქია არის მოშლილი, სადაც არსებობს რაღაცა პოსტი, რომელიც ვიღაცამ დაპოსტა ავტორიტეტმა, მე აქ კომენტარებში ან გაგცემენ პასუხს, ან არ გაგცემენ, უფრო მეტად ახლოს ხარ იმ შენს, არ ვიცი, ავტორიტეტებთან, ვისი დღის წესრიგიცაც გჯერა მაგალითად, ხო? უფრო გამჭვირვალე პროცესი არის რეალურად კომუნიკაციის მხრივ და ალბათ ეს არის ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი, რატო გახდა არა მარტო Telegram-ი, აი WhatsApp-იც ძალიან პოპულარული იყო ერთ პერიოდი მაგ მხრივ დეზინფორმაციის გავრცელების კუთხითაც, რატომ გახდა chat აპლიკაციები ტრადიციული სოციალური მედიის პლატფორმების ალტერნატივა ამ კუთხით. სწრაფია ბევრად, როგორც თქვით, ნაკლები მოდერაცია არსებობს და ფაქტობრივად რაღაცა დაცულად გრძნობ თავს, იმიტომ რომ თუ რამე ისეთის გავრცელება მიწერა გინდა ამ chat-ში, რომელიც შეიძლება შენთვის არ იყოს თქვა კომფორტული, რომ ეს საჯაროდ გააკეთო, როგორც თქვა ეს Facebook-ზე სოფო გელავათ
მარტივად თუ ვარ, WhatsApp-ში შეიძლება ვიყო რაღაცა სხვა, ხო, ასოები დავირქვა, ჩემი იდენტიფიცირებაც ნაკლებად ხდება და ვთქვათ კონტროვერსიული რაღაცა ისეთი აზრი თუ მაქვს, შემიძლია უფრო თავისუფლად გავავრცელო ისე რომ რაღაცა ჩემი იდენტობის გამოაშკარავების არ მეშინოდეს, ხო? ანუ რაღაცა ესე დადებითი კუთხით რომ შევხედოთ, ან უსაფრთხოების კუთხითაც რომ შევხედოთ, როდესაც მაგალითად გამომძიებელი ჟურნალისტი ხარ და შენთვის საფრთხის შემცველ ქვეყანაში მუშაობ, უფრო მარტივი არის ასეთი აპლიკაციების გამოყენება. მაგალითად, აი სიგნალი ასევე გამოიყენება ძალიან ხშირად, როდესაც ისე უსაფრთხოების კუთხით თუ რაღაც ისეთი სენსიტიური ინფორმაციის გავრცელება გინდა, ან რესპონდენტი ყავს მაგალითად სენსიტიური, ან რაღაცა კვლევის საკითხები არის ძალიან ისეთი გზნობიარე და ვთქვათ მნიშვნელოვანი არის, რომ უსაფრთხოების წესები დაიცვა. ტელეგრამი ალბათ ეს იყო რა, რომ აი მაგალითად ბელარუსშიც, უკრაინაშიც, მათ შორის რუსეთშიც რადგანაც იყო ცენზურა სხვადასხვა პლატფორმების გამოყენების და ასევე მაგალითად კრიტიკული მედიებისთვისაც იყო შეზღუდული ველი ინფორმაციის გავრცელების თუ რაღაცა იარლიღებს არ მიეწებებდნენ და დისკრედიტაციას არ მოახდენენ საკუთარი თავის, მათთვისაც ბევრად მარტივი გახდა ტელეგრამის გამოყენება, რომ აუდიტორიას მისცნენ და გავრცელონ ეს ინფორმაცია. და მე მგონი პირიქით აი აქედან დაიწყო უფრო მეტად აქტივისტების კუთხიდან ტელეგრამის გამოყენება, ჩემი დაკვირვებით და შემდეგ აი რაღაცნაირად გადაიზარდა ეს უკვე საინფორმაციო ბრძოლის ველად რუსეთის ცენტრალური პროპაგანდისთვის. იმიტომ რომ აი წლების მიხედვით რომ შევხედოთ, ჩვენ კვლევაში გვქონდა ეს დაკვირვება, რომ ბოლო წლების მანძილზე და განსაკუთრებით უკრაინის ომის შემდეგ და პარალელურად ოფიციალურ რუსულ წყაროებში ტელეგრამის როგორც წყაროდ ციტირება არის საგრძნობლად გაზრდილი. ანუ რუსეთის რაღაც ამ აზრშიც გაჩნდა უკვე ეს მიხვდნენ, მოდი ესე რომ ვთქვათ, რაღაც ეს პროპაგანდის შემქმნელები და პოლიტიკის დამგეგმავები, რომ ეს არის დიდი აუდიტორია, სადაც ინფორმაციის გავრცელება არის მარტივი და არავინ არ შეგზღუდავს ჩვენ. და მით უმეტეს ომის პარალელურად საჭიროც იყო ძალიან ცუდი კონტენტის გავრცელება, მათ შორის გრაფიკული ვიდეოების და არ ვიცი, მსხვერპლის გავრცელება, რომ თქვა დემორალიზება მოეხდინა უკრაინული საზოგადოებისთვის. ამიტომ ეს კონტენტი რომ არ არის შეზღუდული, არის ძალიან მარტივი. ამიტომ მის გავრცელება. უსაფრთხოების ნაწილს რაც შეეხება ტელეგრამი, მიუხედავად იმისა, რომ კი რაღაცა ჩატ აპლიკაცია არის, მაგათაც სიგნალისგან ძალიან განსხვავებული არის და რაღაც მარტივი უსაფრთხოების წესები, მაგალითად როგორიც არის დაშიფვრის სისტემა, ჩვენ რომ მაგალითად ერთმანეთს ველაპარაკებით, სიგნალში შუამავალი არ არსებობს, ან შუამავალის ნაწილიც არის დაშიფრული და პირდაპირ მოდის ინფორმაცია მიმღებთან და უფრო დაცულად გრძნობ თავს. ეს არის აი პოლიტიკა სიგნალის მაგალითად როგორც მუშაობს და ტელეგრამზე ეს ასე მოცემულობად არ არის, უნდა შეცვალო ეს შენი ფუნქციები და რეალურად თქვათ ადამიანს როცა ელაპარაკები პირისპირ და არის რაღაც დახურული მიმოწერა, შეგიძლია ამ ფუნქციების შეცვლა და თქვათ უფრო მეტად უსაფრთხო რო გახდეს და ანონიმური გახდეს ეს მიმოწერა, თუმცა ის ფაქტი რომ ეს არ არის მოცემული პირდაპირ პოლიტიკად ტელეგრამის, ეს ზრდის ტელეგრამის მიმართ კრიტიკას, რომ რეალურად ეს არ არის ისეთივე დაცული და უსაფრთხო სისტემა, როგორც მაგალითად სხვები. და ასევე უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯგუფები, რომელიც უფრო მეტად გამოიყენება ხო ცხადია დეზინფორმაციის გასავრცელებლად, იქ საერთოდ არ არის დაცული ეს დაშიფვრის სისტემა. ასევე არსებობს კითხვები, რომ ეს მონაცემები სად ინახება, ხო, ეს cloud-ის საკითხი, რეალურად არის ტელეგრამის cloud-ი არის და ყოველთვის არსებობს ასევე რისკი, რომ ისევ აი დუროვის წარსულიდან გამომდინარე, რომ აი კონტაქტის შემქმნელიც არის, შესაძლოა არსებობდეს რაღაც რისკები რუსეთის უსაფრთხოების სამსახურებთან თანამშრომლობის და ეს cloud-იც რომ არის ეს რაღაცა არ ვიცით რამდენად კარგად არის დაცული და გამჭვირვალეობის საკითხი არ არის ისე მკაფიო, როგორც თქვა შეიძლება გვჭირდებოდეს, როდესაც ამ სფეროში ვიყენებთ ტელეგრამს საკომუნიკაციოდ, აი ეს ყველაფერი, ხა მე ძალიან სიღრმეებში ვერ ჩავალ ამ უსაფრთხოების საკითხებზე, მაგრამ რაც ვიცით ზედაპირულად მაინც, ეს ყველაფერი ქმნის რისკებს, რომ თუ ჩვენ ვიყენებთ ტელეგრამს რაღაც ჩვენი აქტივიზმისთვის, მაინც ეს არ არის საუკეთესო პლატფორმა არჩევისთვის და სხვა უფრო მეტად დაცული პლატფორმები შეგვიძლია გამოვიყენოთ, როდესაც ხო აქტივისტურ მხარეს, როდესაც გვჭირდება ამის გამოყენება.